მოგესალმოთ მეგობრებო, ვინც ვიცნობთ მე ვარ ბლოგერი ბუბუ. მე დაგიბრუნდით ახალი ზღაპრებით. უბრალოდ ზღაპრით. და ამ მოთხრობას ქვია უქნარაშვილი. იყო და არა იყო რა. იყო ერთი მოხუცი კაცი. მას ყავდა უქნარაშვილი. ერთხელაც მან იფიქრა, რომ სანამ მე მოვკვდები, ეს ჩემი ქონება რომ ჩემ შვილს გადავსცეო, ის გაანიავებსო, ესე იგი მოიშორებსო. და მოხუცმა კაცმა თავის შვილს დაუძახა ჭკუის სასწავლებლად. შვილი მოვიდა და მოხუცმა კაცმა უთხრა, სანამ მოვკვდები, ჩემი ქონება სხვას უნდა გადავცეო. შვილს ეწყინა. რატომო? მამამ აუხსნა, რომ რა ქვია, შენ რომ მოგცე ჩემი ქონებაო, უცებ გაანიავებო. ბიჭმა უთხრა, აჰა, ეხლა დაგანახებ, როგორ შრომობ. ერთხელაც მამის ბიუჯეტიდან ამოიღო ცოტაოდენი ფული. წავიდა, გამოიარა, მოვიდა, დაბრუნდა ისევ სახლში. მამას გაუწოდა, აი ჩემი ნაშრომი ფული. მამამ გადმოაბრუნა და ბუხარში შეუძახა და უთხრა, ეს შენი ნაშრომი ფული არაო. ბიჭს გაეცინა. მეორე დღეს მამის ბიუჯეტიდან ისევ ამოიღო ცოტაოდენი ფული. წავიდა, ირბინა, გაოფლილი მოვიდა სახლში. აი ხომ ხედავ, როგორ ჩამომდის ოფლი. და გაუწოდა მამამის. მამამ შეათვალიერა და შეუძახა ბუხარში. ეს შენი ნაშრომი ფული არაო. ბიჭმა მეორე დღესაც წავიდა შრომის. ბიჭი მეორე დღესაც წავიდა საშრომელად. ხანი ვიღაცას ის გადაუზიდა, ვიღაცას ეს გადმოუზიდა, ზოგს კი რაღაცა შეუკეთა. ბიჭი ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა სახლში და მამას გაუწოდა, აი ჩემი ნაშრომი ფული. მამამ ისევ შეათვალიერა და ბუხარში შეუძახა. ეს შენი ნაშრომი ფული არაო. შვილმა ბუხარში ხელები შეყო და ცოტაოდენი ფული გამოიღო. ფულის გადარჩენა ცადა. რაკენი უთხრა შვილმა მამას, ეს სულ ჩემი ნაშრომი ფულია. მამა დარწმუნდა შვილის ნაშრომ ფულზე და უთხრა, ასეა, თუ იმუშავებ, გექნება, თუ არ იმუშავებ, სული ამოხდება შიმშილითო. ამ მოთხრობიდან გავიგე ბავშვებო მე, რომ უნდა ვიშრომოთ და სხვისი შრომაც უნდა დავაფასოთ. როგორ მოგეწონათ? შემდეგში კიდევ გადავიღებ ასეთებს. შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და გააზიაროთ, რომ სხვებმაც ნახონ. ახლა კი დაგემშვიდობებით, ნახვამდის!